Toplidata, faccia il srismas, meraviglia გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. განვიხილოთ და კიდე ერთი იარაღით გავამდიდოთ ქართული YouTube-ი. მაკაროვის. სისტემა როგორ მაკაროვსა გავს, რო შეხედო PM-ია, პისტოლეტ მაკაროვა, ოღონდ არის გაზის პისტოლეტი. გაზის პისტოლეტში მიდის ორნაირი ტყვიები. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ ამას და მე ვილაპარაკოთ. ნახეთ. რო დახედოთ, წინ პლასმასები უყენია, თუ წითელი არის, შიგ გაზია ჩადვირთული. ძალიან ახლო მოგაკ. თუ მწვანეა, არის ფუჭი, ანუ ხალას ტოვის რო ეძახიან ხოლმე, უბრალო ხალაში. ამ პისტოლეტის გაფორმება შეიძლება როგორც თავდაცვითი და როგორ უნდა გააფორმო და რა გზით უნდა წახვიდეთ, როცა თუ გინდათ რომ იყიდოთ ეს და ატაროთ. მედიღათ პოლიციაში, თქვენ უბანში, სადაც ცხოვრობთ, ან რაიონის პოლიციაში, ეუბნებით რომ აპირებთ თავდაცვითი იარაღის გაზის პისტოლეტის ყიდვას. თუ გონება აქვთ წესით, თვითონ გეტყვიან ფორმას თუ არა და დაუწერთ, რომ მინდა ვიყიდო მე მოქალაქე ამან და ამან, ესა და ეს ტიპის იარაღი, გაზის პისტოლეტი. განცხადებას ტოვებთ. მერე პოლიცია თქვენ გამოწვევთ. დასამართლები არ უნდა იყოთ იქ მეზობლებზე გალეშილი მიუვარდნები, ცოლისცემები და რაღაც ეგეთი ტუტუცები არ უნდა ქონდეთ ჩადენილი. უვრის ინსპექტორმა ყველა მიცის სადაც ვინ რასულთა ცხოვრობს, ხო? თუ ჩათვალეს რომ არ ახართ საზოგადოებრივი საშიში, დაგიბარება და გეტყვიან რომ გაძლევთ უფლებას. თქვენი ქაღალდს არაფერს არ გაძლევენ, თვითონ ეს უფლება მიდის ბაზაში, მერე მიდიხართ მაღაზიაში. მაღაზიაში ეუბნებით რომ მე ხო გამოსდა უნდა გქონდე ჩაბარებული აი გაზის პისტოლეტზე. შედიხართ იმაში ინტერნეტში, ნახულობთ გაზის იარაღის გამოსდები, იქ ვარჯიშობთ. მერე მიდიხართ აბარებთ 20 ლარიყის ჩაბარება გამოცდის. მოკეთ ჩავთვალთ რომ გამოსდა ჩაბარებული გაქვთ. აი გამოსდა რომ ჩაბარებული გაქვთ, მერე პოლიცია ნახულობს რომ გამოსდა ჩაბარებული და მერე გამოწმებთ. ყველაფერი გაიარეთ, წახვიდეთ მაღაზიაში, შეეუბნებით რომ აი მე პოლიციაში გამოსდა ჩაბარებული მაქვს, პოლიციაშიც ნებართვა მაქვს. ფულს იხდით, გაძლევენ იარაღს და გაძლევენ ცნობას რომ მიიტანოთ იმაში მომსახურების სააგენტოში. მიდიხართ მომსახურების სააგენტოში, ერთდღიანი უფლება გაქვთ რომ გადაიტანოთ იარაღი. იქ მე არ ვიცი, მგონი 80 ლარიყის გაფორმება. გაგიფორმებენ, მოგცემენ საბუთს, სადაც წერია თქვენ უფლება გაქვთ ატაროთ თან, ანუ შეგიძლიათ რომ ტანზე აი ესე ჩაიდოთ და ატაროთ. ეხლა ტარება იმას არნიშნავს, ამოიღო და ვიღაცას მიუშვიოთ ესე იაროთ. უბრალოდ ტანზე გქონდეთ, თავდაცვის მიზნით. შეიძლება ვიღაცები გაწუხებენ უბანში და შიშები გაქვთ, ან შეიძლება რაღაცა ველური ძაღლები, ან შეიძლება ჩრდილების გეშიათ, არა აქვს მნიშვნელობა, რაღაც იმედი არის ეს იარაღი. ახლა ამ იარაღის უყუვის რა არის რა? ცუდი რა არის? მოდი უარყოფითი ვთქვათ. უარყოფით ის არის თუ ვიღაცას ამოუღეთ და იმის ნამდვილი ეგონება, თუ იმას იარაღი აქვს პირდაპირ გესვით. ანუ ეს ამოვიღე და ვაშინებ არა, თუ რაღაცა ძალიან ისეთი სიტუაცია ჩავარდა, რომ მაინც და მაინც გამოყენება გინდათ, თუ ამოიღეთ ეგრევე გამოიყენეთ დაუყოვნებლივ, მაგრამ მე შენ გესვი და რაღაც ეგეთ სისრულები არ გაქვს. ამოიღეთ და პირდაპირ ესროლეთ. იმას ავტომატურად ზედა ქონდა ქვემეხი და დეზერტიგრი თუ პირველმა ესროლეთ. ჩათვალე განეიტრალებულია რა. ვეღარ ამოიღებს და გინდაც ამოიღოს თავისი იარაღი ვერაფერს ვერ დაინახავს. ეგ ერთი ჩემი რჩევა იქნება. მეორე, თუ ხარი შენ წინააღმდეგ არის და იქით ისროლე. გას წამოიღე ისე ვერ დაზიანდები შენ, როგორც ის დაზიანდა, ვისაც ძირითადი მასა გაზის მიუვიდა. რეკომენდირებულია რომ გაისვით იმ ადგილს 1-2 მეტრით მოშორდეთ რა, თვითონ იმ არეზე. მანქანაში არის სულ დახურულ სიცეში არის სულ. იმას არ ვიძახი რომ თქვენ მოკვდებით, მაგრამ თქვენზეც იმოქმედებს. მე მქონია შემთხვევა ეგრე ვისროლ და ხარი იქიდან უბერავდა და რაღაცა დამაზიანო, ოღონდ ისი არა. ეხლა
ეს გამოიყენება 2-3 მეტრიდან. იმის იქით ახლა დათო შეახურავთ გაზმა, სანმა გაასხას. მოდი ესე თქვა დაინახა და ესე გააკეთა თვალებიან ცხვირი და არას უთქავს. აი ეს სროლიზოს იმხელა წნევა ხო, თვალის გუგაში შეიძლება ცხვირში და ტუჩებზეც მიაღწევს. ასე რომ ის დააზიანეთ ყველა შემთხვევაში. ძალიან კარგი არის გამოიყენოთ ველურ ძაღლებზე, თუ ვთქვათ, ტყეში ხართ, მინდორში ხართ. არიან ველური ძაღლები თავს დაგესხნენ და რაღაცა. ნამდვილი არაყი შეიძლება არ გამოიყენოთ, რა და არ მოკლათ, მაგრამ ეს შორიდანაც რო ისროლოთ, ხო? გაიფანტებიან. ან სულაც არ არის საჭირო, შეგიძლიათ უბრალოდ ისროლოთ ფუჭი ვაზნა. და იმას იზავთ, რა ქვია, დაფანტავთ მტერს. მტერია თუ რაც არის ძაღლი. მოდი ახლა მე გაზის იმას არ ვისვრი. ესენი არის სხვადასხვა თითქმის რაც კი არაღია გამოსული. სულ ყველას რეპლიკაა გაკეთებული აბსოლუტურად. რევოლვერებიც არის, თუ ამას იყიდით. ჩემი რჩევა იქნება, იყიდოთ რევოლვერი, იმიტომ რომ რევოლვერი ჯერ ეგერთი გიზას არ ატოვებს. ეგერთი. მეორე ეს შიგ როგორია, ღმერთმა იცის თვითონ ტყვია რა. 1000 ფირმა უშვეს, ზოგი ისვრის, ზოგი არ ისვრის. თუ ამოიღე და უცებ გამოიყენეთ და არ გავარდა. რა უნდა ხნათ? ხო ამას უნდა ეცეთ გადმოტენთ რამე რომ რევოლვერის შემთხვევაში თუ გამოწია და არ გავარდა, პირდაპირ მეორეს დოლურა გადატრიალდა და მეორე ტყვიას დაარტყავს და გავარდება. ეხლა თუ 6-ვე არ გავარდა, ეს იგი ღმერთს არ უყვარხართ. ასე რომ ეგეთი რამები არ ახდება რა. ეხლა ვნახოთ, ჩადებასაც ვცდილობ. როგორც მაკაროვი არიდება ეგრე. ანუ ეხლა ნახეთ. უკან აქ აი ესეთი ბერკეტი. ნუ ხა ნამდვილი იარაღს ამ ბერკეტზე გადმოწევა არ უნდა. ამას უნდა რომ ცოტა თითი დაახმართოთ, ჩასვათ. ანუ თუ ამის გადაწყვეტა, ან ესეთი რაღაცის ყიდვა გადაწყვეტეთ, ხელზე მოირგეთ იქვე მაღაზიაში და ნახეთ როგორი სიტუაცია. მართვის ორგანოები აქვს მარტო მემარჯვენესთვის, რომ მართვის ორგანოები რა მცველი აქვს, ესეთი და იარაღი რო რჩება სროლას, მე ეს ბერკეტია, რომელიც გადატენილი რჩება და ჭიცო გაუკეთებ, წინო წაიღოს. მოდი, ყურებს დავიცავ და სამსალტყვიას ვისვრი. თვითონ შეგრძნებებს გეტყვით რა. ჩემი პირველი იარაღი მაკაროვი იყო, ანუ ჩემთვის მშობლიურია. გერმანელების თუ ავსტრიელების გამოგონებული არ ეგეთი ვალტერი PPK რუსებმა მოიპარეს და დაარქვეს მაკაროვი. ოღონდ ის PPK გადმოაბანძეს რაღაცნაირად რა, მაგრამ ვნახოთ თვითონ როგორი შეგრძნება იქნება იარაღის. არ გავარდა. აი, ხედავთ. არ გავარდა ერთია და ეხლა ნახეთ. ეს რო გადმოვტენე, ტყვია აღარ მიაქვს. იცი. ეხლა ნახე რა ხდება. კრიზისული მდგომარეობა და მოგივიდეთ ეგეთი რაღაცა. თუ ესეთი რამე გაქვთ და ფიქრობთ, რომ კრიზისული მდგომარეობები შეიძლება მოხდეს, თუ ეს აკაკთ, ჯობია რომ აი წინ 3 ზნია ის წააკლიბოთ რა. იმიტომ რომ წაგართმევენ და ერთად გიზოთ დაგიწყებენ ამის ტრიას, უარ გეტკინოთ. ანუ ეს ამის იმედი არ აქვს გქონდეთ რომ რაღაცა მაქვს. და ეხლა უბედურობა ისე რომ საერთოდ კაი, მოდი აბა ვნახოთ ამას რა მოვიდა. ტყვიას აქ დარტყმული. შეხედეთ? გილზა. დაარტყა? პისტოლის ბრალი არ არის, ხო? არ გავარდა. მოდით სადაც სხვა. გადავტენოთ. გაისროლა. კაცო, 3 ტყვი არის, ხო? რა ნახე რა მოხდა. მეორე კი გავარდა, მაგრამ მომდევნო ტყვია, შეხედეთ გაბოლა. არ გაისროლა. ანუ კი არ პირველი რო გაბოლდა, ჰილზი გადმოგდო, მეორე ტყვია ზედ მიაყოლა. ასე რომ აი ესეთი მოწყობილობა არის ყოვლად არასაიმედო რაღაცა. თუ ამას იყიდით, არის ფიქრობთ, რომ რაღაცა გაქვთ. რაღაცა მართლა გაქვთ, შარი გაქვთ, იმიტომ რომ გამოყენება დაგჭირდებათ, მოხდება ესეთი რაღაცეები. კიდე ერთხელ ვთქვი, შეიძლება იარაღის ბრალი არ არის და არის ამის ბრალი, თვითონ ტყვიების.
მაგრამ ორი ცალი ერთად რო გადმოაგდო ეგ უკვე პისტოლეთის ბრალი, იმიტომ რომ საკეტი რაღაც სწორევე რომ მოქმედებს და ერთი ტყვია რო წავიდა, მეორეც მიაყოლა. თან ნახეთ. მეორე ტყვია რომელიც არ გავარდა, ხო? გაბოლა. აი წინიდან. უნდა იყოს მწვანე, რომელიც არ გავარდა, ხედავთ? ეს მეორე გაბოლა აი ამის გასწოლის შედეგად გამოსულმა გაზებმა. ასე რო არის ყოვლად არასაიმედო და ფულის გადაყრა. ფულის გადაყრა ეგეთი იყო, შეიძლება რაღაცა გამოიყენო, წაგართმევ და აი ეს თუ არ რაღაც მოკლებული, მაგრამ გადგინოთ. ამით გამოგემშვიდობებით, იმიტომ ვიძახი რევოლვერი იყიდეთ. თუ იყიდით გაზის პისტოლეტს არის უფრო საიმედო. კარგად ზანდებოდ შემდეგ ვიდეოდან. Obrigada, forte transfer, spasmer,